სალამი, შენ ალბათ ხშირად გსმენია სიტყვა მტაცებელი, რომელიც ძალასა და საფრთხესთან ასოცირდება. მაგრამ იცი თუ არა, რომ სინამდვილეში მტაცებელი თევზები ბუნების ბალანსის ნაწილნი არიან. მტაცებელი თევზები ისეთი არიან, რომელიც იკვებებიან სხვა თევზებით, უხერხემლოებით ან სხვა წყალმცენარეების მჭამელებით. ქაშაპი, საქართველოში გავრცელებული მტაცებელი, რომელიც წყალსაცავებში ცხოვრობს. თეთრი ზანდარი, სწრაფი ჩასაფრებით მონადირე თევზი, შავი ზღვის ღარბა. მტაცებლური ბუნებით გამოირჩევა. ახლა მოდი ვისაუბროთ მათ ფუნქციაზე ეკოსისტემაში. მტაცებელი თევზები აკონტროლებენ პატარა თევზებისა და პლანქტონების რაოდენობას. ეს ნიშნავს ჭარბი პოპულაციების თავიდან აცილებას, წყლის დაბინძურების შემცირებას, რადგან ზედმეტი პლანქტონი და მიკროორგანიზმი ჟანგბადს ამცირებენ. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. როდესაც ბუნებრივი ციკლი ბალანსშია, სხვა სახეობებიც კარგად ხარობენ. ფაქტი: თუ ეკოსისტემაში გაქრება მტაცებელი, ჩნდება ეკოლოგიური ქაოსი. ზოგი სახეობა გადაჭარბებული რაოდენობით იქნება, ზოგი კი სრულად გაქრება. რატომ არიან მტაცებელი თევზები საფრთხეში? რადგან ისინი ზომით დიდები არიან და ითვლებიან სასრულად ნადავლად. თევზაობა ხდება მათი გამრავლების სეზონშიც. მათი პოპულაცია ძნელად აღდგენადია. მაგალითად, ქაშაპს გამრავლებისთვის 4-5 წელი სჭირდება. წყაროს მიხედვით, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ქაშაპის პოპულაცია განახევრდა. მოდით პარალელი გავავლოთ სხვა ქვეყნებზეც. აშშ-ში თევზების დაცვა კანონით არის განსაზღვრული. არსებობს კონკრეტული ლიმიტები და აკრძალვები სეზონებზე. ნორვეგიაში მტაცებელი თევზების დაცვისთვის ხელოვნური სადედე აუზებიც კი აქვთ. ლიტვასა და პოლონეთში მტაცებელ თევზებზე აკრძალულია თევზაობა გამრავლების სეზონზე. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? გავავრცელოთ ინფორმაცია მათ მნიშვნელობაზე. დავიცვათ დასასვენებელი ადგილები და არ ჩავაგდოთ ნაგავი წყალში. და რაც მთავარია, დავაცადოთ ბუნებას საკუთარი როლის შესრულება. არ ვითევზაოთ მათი გამრავლების სეზონზე. მტაცებელი თევზების გამრავლების სეზონები საქართველოში. ქაშაპი მარტი-აპრილის პერიოდში მრავლდება. შავი ზღვის ღარბა მაისი-ივნისის პერიოდში და ხშირად ზღვის სანაპიროდან შედის მდინარეებში. ყველაზე ინტენსიური გამრავლების პერიოდი მარტიდან მაისამდეა. ამ პერიოდში თევზაობა დაუშვებელია. მტაცებელი თევზი არ არის საშიში, ის არის წყლის სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ მას გავაფრთხილებით, მთელი წყლის ეკოსისტემა უფრო ჯანმრთელი და მდგრადი გახდება.